Მოკლედ დაგიბრუნდით სურფასო ტელემაყურებლებო, როგორც აღნიშნეთ, ძალიან საინტერესო ადამიანი გყავს სტუმრად, ბატონი ხვიჩა დოღონაძე, რომელსაც მე აქვე მივესალმები, გადავხდი მადლობას იმისათვის, რომ ჩვენთან არის და მით უმეტეს ორმაგად გადავხდი მადლობას იმ ფაქტისთვის, რომ ძალიან საინტერესო იდეა უნდა გააჟღეროს, რომელიც ალბათ ქუთაისის და შეიძლება საქართველოს ისტორიაშიც უპრეცედენტო აღმოჩნდეს, ასე რომ მოვისმინოთ ეს იდეა, ვისურვოთ ის, რომ მათვისაც ხელწიფება დაინტერესდებიან ეს იდეა სისრულეში მოვა და ეს აისახება სრულიად საქართველოზე, აისახება ქუთაისზე და შევინარჩუნებთ ნიჭიერ ადამიანებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველთვის რატომღაც გარბიან ხოლმე ქუთაისიდან, მაგრამ ალბათ აქვთ ხო ამ ყველაფრის მიზეზი ხვიჩად ამაოდ არავინ გარბის ესეთი ლამაზი და კულტურული ქალაქიდან, როგორც ქუთაისი გახლავს. შუოთხე მშვიდობისა. მიხარია რომ ხარ ჩვენთან ერთად. ნახარებს ეს ფაქტი, ბედნიერ დღეს გისურვებ, ნაყოფიერ სამუშაო კვირას და შესაბამისად აღნიშნე, რომ ძალიან კარგი იდეებით ხარ მოსული. მოკლედ იდეების სიმცირეს არ უჩივი, როგორც ვიცი, მაგრამ ამჯერად გაცილებით საინტერესო იდეამ შეგიპყრო. ესე იგი, იდეა მხოლოდ იდეის დონეზე არ რჩება, რომელიც ჩვენი დაკვირვებით და პროექტის უკვე თითქმის დამთავრების პროცესში არის განვითარებადი და განხორციელებადი, ანუ იდეის ანუ არაფერი არ არის ისეთი საგანგაშო, რომ ვერ განხორციელდეს, ხო? არ ვითხოვთ რაღაც ტიტანური. არა. არაფერს არ ვითხოვთ, უბრალოდ პატარა ანალიზს გავაკეთებთ ჩვენს დაკვირვებებიდან და შემდეგ ამ იდეას გავაჟღერებთ და თვითონ გადაწყვიტოს მე უკვე ვისაც სურვილი ექნება ჩაერთოს ამ პროექტში, რამდენად რეალურად თუ არა. მოდი დავბრუნდეთ წარსულში, ხო? დიახ, და ესე იგი მივიხილოთ ქუთაისი. დიახ, ესე იგი საქართველოს ისტორიაში ქუთაისი თავის კულტურს და საგანმანათლებლო კერად არის ცნობილი. ჯერ კიდევ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ხელნაწერიდან არგონავტიკას თუ გადავხედავთ და კოლხეთის სამეფოს შევხედავთ, იქედანვე უკვე ჩანს რომ ეს იყო უდიდესი ცივილიზაციის მატარებელი ქვეყანა. მისი ერთ-ერთი შვილი მედეა, რომელმაც მსოფლიოში წამოიღო მედიცინა და მედიცინა მისაპატივცემულოდ არის ცნობილი, წავიდა ისიც ქუთაისიდან, ასე რომ ვთქვათ, და განავითარა თავის შესაძლებლობები. სხვაგან და ეს კარგია. ასე იყო მუდამ. როცა კი იქნებოდა რაიმე საგანმანათლებლო კერა, მოდიოდა უდიდესი მოძრაობები, თუნდაც აღმაშენებლის დროს გელათის აკადემიის გაკეთება და ასე შემდეგ და მე უფრო დავიწყებდი ამ მიმოხილვას გასული საუკუნის დასაწყისიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918 წელს და ალბათ ყველას იცით ეს ცნობილი თემაა, რომ მთელი საქართველო, არა მარტო ქუთაისი, მთელი საქართველოს თუ იმეს რამეს გაკეთება შეეძლო, გადავიდა თბილისში, რომ დახმარებოდა ქვეყანას და დედაქალაქს განვითარებაში. ამ ხალხის მიერ იყო ქუთაისიდან ეს უდიდესი ტალღა იყო და ეს უდიდესი ტალღა იყო დამოკიდებული წამოსული ისევ იმ პირველი სკოლა გიმნაზიიდან, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი საგანმანათლებლო კერა. საერთოდ თემა ქუთაისლები, ბათუმლები, ზუგდიდლები, თბილისლები ჩვენთვის დღესაც გაურკვეველია. ეს ნიშნავს თვითონ ჩვენი საზოგადოების არა სრულყოფილებას. რამდენადაც თვითონ თუ შევხედავთ ამ დროის ქუთაისაც, ეს ხალხი ქუთაისელი მე მგონი იყო სულ ორი ადამიანი. გაფრინდაშვილი და კოლაო ნადირაძე, დანარჩენ ტაბიძეები ვანიდან იყვნენ, წერეთელი საჩხერიდან ასე შემდეგ. უბრალოდ აქ იყო საგანმანათლებლო კერა. ნუ რაც იყო წავიდა ეს ხალხი, ამას მოყვა უნივერსიტეტის დაფუძნება თბილისში, რომელშიც მათგანმა დიდი წვლილი მიიღო და შემდეგ წამოვიდა უკვე დიდი ტალღა თბილისიდან. თუ დავაკვირდებით შემდეგ პროცესებს ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, მათ უმეტესი ამ ხალხისა თითქმის დაახვრიტეს, მაგრამ გარკვეული ტალღა მაინც მოქმედებდა გარკვეული პერიოდი. შემდეგ შეიქმნა რაღაც მოძრაობები, ეს კარგად აქვს აღწერილი ილგ და პეტროვს და ბულგაკოვსაც თავის ნაწარმოებში რაღაც შემოქმედებითი გაერთიანებები, სოციალიზმი შემოვიდა და ხოლო შემდეგ უკვე ისინი კიდევ უფრო მკაცრ ჩარჩოში მოექცა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ საქართველოშიც პერიფერიები განსაკუთრებით გადავიდა მთლიანად ანდეგრაუნდში, უპირველეს ყოვლისა. ეს ანდეგრაუნდში გადასვლა ერთია, კარგი მუშაობდნენ იქ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ არავითარი რეალიზების საშუალება. და რა აქვს ეხლაც ბატონო ხვიჩა? არავის თუ გავავლებთ, კარგი, ცოტათი ვარ ცოტათი უკეთ. შემდეგ შეიქმნა რაღაც ხატვართა კავშირები, თეატრალურ მოღვაწეთა თეატრალური კავშირები, კომპოზიტორთა კავშირები და ასე შემდეგ. შეაშენდა სპეციალური ინფრასტრუქტურა, რომ მათ ჰქონოდათ საშუალება ემუშავათ, დაესვენათ და ანუ მუზასთან დაახლოებოდნენ და შეექმნა თავის ისინი, მაგრამ ამანაც მიიღო ცუდი განვითარება. ის გახდა გარკვეულწილად პრივილეგირებული რა კუთხით. მასში მეორე ტალღას ვამბობ, ანუ პირველი ტალღა ის ხალხი ინერციით, რომელიც მოდიოდა გასაგებია,
არის, მაგრამ შემდეგ უკვე თუ არ ქონდა უმაღლესი განათლება, სპეციალური მიღებული სახელოვნებო განათლება, ამ კავშირის წევრი ვერ ხდებოდი და ვერ აქვეყნებდი, ვერც გამოფენებს აკეთებდი, მუსიკაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. თითქმის შეზღუდული იყო, აი ძნელად წარმოსადგენი არის მაგალითად, ხო? და ცენზურა, რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია დღეს რო ვინმეს დაეხატა. დღესაც ხო განიხილავდნენ ცენზურას ხელოვნებაში სამწუხაროდ ხოჭა. აი რო წარმოვიდგინოთ კომუნისტების დროს თავმოჭრილი ლენინი დაეხატა ან დროშის ტარზე დაკიდებული ან რაღაცა, ხო? დროშა ქუთაისის ტკივილი. ხო, ნუ ეს იქნებოდა კატასტროფა, ხო? შეუძლებელი იყო. ხშირად მეკამათებიან რომ არ იყო ვითარდებოდა, მაგრამ ეს იყო გამომხატველობა არა იდეურად, თქვათ ნამუშევრების, არამედ უფრო საშემსრულებლო კუთხით. და არა, თქვათ იდეის დონეზე. რამდენადაც თლიანად ცენზურაში იყო მოქცეული. ამ პერიოდში ჩვეულებრივად როგორც ყველგან ყველაფერი ხდებოდა თბილისში და მადლობელი ვართ რომ იქ მაინც ხდებოდა და იქნებოდა რაღაცეები, თუმცა კიდევ ამბობ ის ხალხი ვინც ანდეგრაუნდში იყო, აი ავტოვარაზი მაგალითად ნაკლებად იცის დღესაც საქართველოში, მაგრამ შეიძლება სხვა უფრო კარგად იცი ისევე იყო ქუთაისშიც, ქუთაისელი მხატვრებიც. შემდეგ თუ დავაკვირდებით შემდგომდენო პერიოდს 90-იანი წლების დასაწყის, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და თითქოს ცენზურა მოშორდა, ეს იყო ყველაზე საინტერესო პერიოდი. თითქოს და იფეთქა რაღაც ტალღამდე. იგივე ქუთაისთან 90-იანი წლების ქართულ კულტურას დღეს ხელოვნებაცოდნეები თვლიან რომ ეს იყო ქუთაისი. ეს იყო მოძრაობა, ნიღბების კლუბი, აუთსაიდერი, მეოთხე კლასის ვაგონი, ჭიღლაძეები, ზვერები, ვეკუა, ეს ხალხი, რადიო ძველი ქალაქი, იქიდან წამოსული ბესისტორი და შემადგენლობა. ამან როცა პირველად ჩავიდა ეს ხალხი თბილისში, მთელი თბილისი გაოცებული იყო. მე პირადად ვარ მისი მონაწილე და მყავს ნანახი ადამიანები, ხელოვნებაცოდნეები, რომლებიც მეუბნებიან რომ წამიყვანენ მაჩვენე, სად, როგორ, საიდან მოხდა რომ ეს გამოჩნდა. თუმცა რამდენად რთული იყო ხვიჩა მაშინ გეკეთებინეს ახალი განცხადებები? როგორ ახერხებდით და როგორ ახერხებდნენ? გაიყო, იცით, აი იმ პერიოდს შევარდნაძის პერიოდი დავარქვათ რა, არ არსებობდა არანაირი ცენზურა და იმდენად იყო დაკავებული ყველა რაღაც აი სხვისი ერთმანეთის ჯიბეებში ხელის ჩაყობით რაღაც თითქოს ბიზნესის წარმოებ და რაღაც ამისთვის არ ეცალათ. ანუ ჩვენ მაგალითად დინამიკებს გამოვიტანდით ქუჩაში, პროტესტს გამოვთქვამთ რაღაცას და ტელეგრამზე უკრავდით, ხო? იგივე მხატვრები გააკეთებდნენ გამოფენას და გამოხატავდნენ რაღაცის პროცესს. ამისთვის არ ეცალათ. თუ არ ეცალათ, მე უფრო მეთვლი რომ არ ეცალათ და ჩვენს რეალიზაციის საშუალება ჰქონდა და ამანაც გარკვეული პერიოდი იმოქმედი. შემდეგ ეს მოძრაობებიც გაჩერდა იმის გამო რომ უბედესი მათგანი წავიდა საზღვარგარეთ. თუმცა მე ყოველთვის ვეუბნებოდი მათ რომ წადით საზღვარგარეთ. თქვენ გაქვთ საშუალება რომ განვითარდეთ. აქ ნაკლები არის ეს დროში იმდენად გაიწელება, ეს განვითარება რომ შეიძლება ვერ მოახდინოთ რეალიზება. და ჯობია წახვიდეთ და ბევრი წავიდა, მხატვრებიც, მუსიკოსებიც, ბევრი ისევე არა მარტო ქუთაისთან, მთელი საქართველოდანაც და ახლა თუ გადავხედავთ 90-იან წლებში ვინც წავიდა საზღვარგარეთ, ძალიან წარმატებულები არიან. ძალიან, აი ამერიკაში, ჰოლივუდში მაგალითად გრაფიკოსი არის, რომელმაც საერთოდ კომპიუტერი არ იცოდა, რო წავიდა, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი კომპიუტერი გრაფიკოსი. რამდენად კარგი აღმოჩნდა ეს გასვლები ინდივიდუალურად, იმდენად ქალაქმა დაკარგა ძალიან ნიჭიერი თაობა. დაკარგა, მაგრამ დაკარგვას თავი არაფერს არავინ არ კარგავს. ისინი მიდიან სხვა მოდის, მაგრამ ახლა დავაკვირდით ერთ რაღაცას. რა გვაქვს დღეს? დღეს ქუთაისში, რომელიც ითვლება კულტურის კერად ითვლებოდა, დღეს გვაქვს 4 სამუსიკო სასწავლებელი. და ეს სამუსიკო სასწავლებელი კლასიკურად ვითარდება და ფუნქციონირებს ისე როგორც მთელი ამ 70 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი შეფერხებები, მაგრამ წარმატებებიც აქვს. წარმატებებიც აქვს, მაგრამ განვითარებადი არ არის. განვითარებადი არ არის თავისი ინფრასტრუქტურის, ტექნიკური საშუალებების, იგივე გადამზადების თვალსაზრისით. თვითონ ჩვენ განათლების რეფორმაზე ლაპარაკობენ და რამდენჯერმე შეიცვალა ეს იგი, მაგრამ სახელოვნებო განათლებაზე არავინ არ ფიქრობს. ამ დარგში განვითარებაზე და რაღაც რეფორმებზე და მიდგომებზე. ყველაფერს უნდა გადამზადება, რომ შემდეგ შენ მიაწოდო და დავეციოთ დროს, ხო? დავეციოთ დროს, კი ბატონო. შესაბამისად, ერთი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, რომელშიც 4 ორგანიზაცია განთავსებული და ითვლება, რომ 4 დამოუკიდებელი რაღაცა სინამდვილეში ერთი შენობა არის, იქ სურათებიც აქვს, ჩვენ მე შეგვიძლია ვნახოთ.
და ეს პიონერთა სასახლე, რომელიც არსებობდა ჯერ თეთხიდან, შემდეგ გადავიდა მემორიალთან, რომელიც შეეწირა რაღაც უაზრო გეგმებს, ერთადერთი უნიკალური შენობა იყო, სადაც იყო საკონცერტო დარბაზი. დღეს ქუთაისში საკონცერტო დარბაზი არ არის. არ ვამბობ საკონცერტო დარბაზი. იქ იყო სამხატვრო სტუდიები, უამრავი სხვადასხვა მიმართულება, რომელიც თითქმის აღარ ისწავლება. და საერთოდ ხოლო თვითონ სივრცეები, სადაც ხდება რეალიზება. გვაქვს რა, მასხიშვილის თეატრი, ცენტრალური ბიუჯეტის თოჯინების თეატრი, შეიქმნა ხელოვნების ცენტრი, ნიღბების თეატრი ხარაზოვის ბაღში, გვაქვს გალერეა 2 და მოდამით დამთავრდა. ანუ ალტერნატიული სივრცეები 90-იანი წლებიდან ცდილობდა აქ უამრავი ადამიანი რაღაც ალტერნატიული სივრცის შექმნას და ვერ მოხერხდა დღემდე. და არც არავის გაჩენია სრულიად ამ კუთხით რაიმე თანადგომა გაეკეთებინა. ყველაზე საშინელება ამ პროცესში კიდევ რა არის, იცით ხალხო, ილია ჭავჭავაძემ თქვა წერა-კითხვის გავრცელებული საზოგადოება რო შექმნა და მიაღწია ამხელა პროგრესს, ეს მხოლოდ იდეის დონეზე, მარტო ილია ჭავჭავაძის იდეით კი არ გაკეთებულა. აქ მონაწილეობა მიიღო იმ ხალხმა, რომელიც მაშინდელ საქართველოში წარმოადგენდა, იყვნენ ბიზნეს წარმომადგენლები, ასე რომ ვთქვათ, იგივე სარაჯიშვილები და ასე შემდეგ. იმათი მხარდაჭერა რო არ ყოფილიყო, ის იდეებიც ვერ განვითარდებოდა. წარმოგვიდგენიათ, რამხელა მუხრუჭი იქნებოდა, ის ხალხი აფინანსებდა ხალხს საზოგადოებრივ სასწავლებლად. ალბათ ნაკლებმა იცის, ევროპაში მაგ დროისთვის გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ორგანიზაცია უღელი. და რას წარმოადგენდა ეს ორგანიზაცია? ის ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობდა საზოგადოებრივ საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში თუ სადაც სხვადასხვა მიმართულებით, თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ ახერხებდნენ, იკრიბებოდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ თანამედროვე მეცნიერების, ხელოვნების მიღწევებს და მიზანი იყო მათი, რომ როცა საქართველოში დაბრუნდებოდნენ, მე ესწავლებინათ ეს ხალხისთვის და მათმა ამ უღელის მიერაა შექმნილი უნივერსიტეტი, სხვათა შორის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. აი ასეთი მოძრაობები საერთოდ ყველაზე ცუდი რამ ამ შევარდნაძის პერიოდს დავაკვირდეთ. თუ მოხდა გარღვევა და ანდეგრაუნდიდან ამოვიდა კულტურა, შემდეგ მოხდა რა მომდევნო პერიოდში, ისევ დიქტატურა. დიქტატურა, ანუ იყო პრივილეგირებული ისევ ჯგუფები, თქვათ არტისტები, რომელსაც აფინანსებდნენ, აძლევდნენ საშუალებას თავიანთი შემოქმედების რეალიზაციას, ხოლო დანარჩენი გახდა იგნორირებული და შესაბამისად გახდა ხვიჩა იგნორირებული კონკრეტულად რომელ ჯგუფმა და ნებისმიერი, აი რაც არ მოხდა, ყველა იგნორირებული არის. რაც არ განვითარდა, ყველაფერი იგნორირებული არის. და რა გვაქვს დღეს განვითარებული? ამ ახლა პოლიტიკური თვალსაზრისით მე არ ვსაუბრობ, მაგრამ ამან დიდი გავლენა იქონია თვითონ საქართველოს მოსახლეობაზე, კულტურას და ხელოვნებას თავი რო გავანებოთ, იმიტომ რომ ისედ იყვნენ 70 წელი კომუნისტურ რეჟიმს მიჩვეული ხალხი ამ დიქტატურის მობრუნებამ იმ წუთში მათი აზროვნება შეცვალა და ისევ იმ პრინციპებზე გადაერქვა. ანუ დღესაც კი ჩვენ და არა მარტო ადამიან, ჩვეულებრივი ადამიანი, ხელოვნებიც სოციალიზმის პრინციპში მუშაობენ. ანუ რაღაც იმ აზროვნებით მუშაობენ და არა თავისუფალი აზროვნებით. რაღაცების გრევას და ერთი ის მაგალითი მაქვს, კარგი, ჭორაობის ინსტიტუტი, ალბათ, ხო? ყველა ქალაქში იძახიან, მაგრამ ქუთაისში განსაკუთრებით ჭორაობის ქალაქიაო. ეს რამ გამოიწვია? გამოიწვია იმან, რომ ადამიანებს არ ქონდათ რეალიზების საშუალება იმ კომუნისტების დროს. და მათი გასართო ტელევიზორში იყო მხოლოდ ერთი და იგივე ბრეჟნევი თუ ან ვიღაც, სხვა არაფერი, გარე სივრცეები, ინდური ფილმებით იყო დაკავებული, მუსიკა საერთოდ აკრძალული იყო, დაკვრა ერთადერთი ქუთაისში, მაგ პერიოდში ფაზისი იყო, თუ არ ვცდები ჯგუფი, ხოლო თბილისში ივერია და ორერა და ამით ამოიწურებოდა მუსიკალური კულტურა, ხო? და ისევ იყო სხვა მიმართულებს, ამ ხალხს არაფერი გასართობი არ ქონდა, გადადიოდნენ ჭორაობაზე. გადმოყვა, ბატონო, ეს ყველაფერი ახლა იმ პერიოდმა 2003 წლის მერე ნაციონალური მოძრაობის პერიოდში შექმნილმა სიტუაციამ ეს ისევ აღადგინა, დააბრუნა და ისევ გაყინა ყველაფერი. გაყინა ახლა რა კუთხით, მაგრამ შემდეგ უკვე ინფორმაციულადაც უფრო გახდა საზოგადოება, უყურებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაცეები ხდება მათთან არ ხდება და გამოიწვია ნიჰილიზმი. აი ჩვენ გადაცემის დაწყებამდე ვლაპარაკობდით, რომ ქუთაისში კლუბი, ერთადერთი კლუბი იყო გალეონი, სადაც ცოცხალი მუსიკა იგროვებოდა და ისიც დაიშალა. ანუ მეორე ეტაპი ქუთაისის, რომელიც მე მიხარობდა პირველად რომ მოусმინე ჯგუფს ზექს თეთხიძე კონდათ კონცერტი არ მახსოვს რომელი წელი იყო გავგიჟდი სიხარულით რომ ახალი ტალღა წამოვიდა თქვა და რა საინტერესო ტალღა მერე საინტერესო ტალღა და სხვათა შორის თბილისში მეუბნებოდნენ სულ რომ ქუთაისში ახალი ტალღა მოდის ძალიან ძლიერიო და მე ვერ ვამჩნევდი ახლა
ჩემთან შედარებით ახალგაზრდები არიან. მე მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა ტუსოვკაში ყოფილიყავი, მაგრამ არ მქონდა შეხება და რო შევხედე გახარებული ვიყავი ძალიან და მაგრამ ეს ეტაპი დამთავრდა. ახლა რა არის ყველაფერ ამის მიზეზი? ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს არანაირი საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცე. ეს ყველაფერი დაგროვდა ხუჩა და გადაწყვიტა, იდეა შეგემოშვა. ხო, ეს რო დაგროვდა, მე დავიწყე ფიქრი, სხვათა შორის ამ ბიჭებმა მომცეს, მე ამის ინსპირაცია, ასე რომ ვთქვათ, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო და დავიწყე ასეთი მოძრაობა, უბან არტი არის, რომელიც ერთ-ერთი ამ პროექტის მონაწილე არის. და ვაკეთებდით რას? უბანში კონკრეტულად ვთქვათ ავტოქარხანაში იყვნენ ბავშვები, ახალგაზრდები, მხატვრები, მუსიკოსები, რაღაცა და რომლებიც თავისთვის სახლში ჩაკეტილი, როგორც ძველი ანდეგრაუნდი, ისე მუშაობდნენ. ავდექი გავაკეთე ერთ ფეხბურთის მოედანზე კორპუსებს შორის ღამე განათება დავაკენე, გავაკეთეთ გამოფენა, გამოვიტანეთ აპარატურა და გავაკეთეთ პერფორმანსი. დიახ. უბრალოდ არ გავგვიმართლა, ცოტა ოქტომბრის თვე იყო, სიცივეები იყო და გვიანად დაიწყო ეს ყველაფერი. 2016 წელს დავიწყეთ. მე ამას მოყვა 2017 წელს გავაკეთეთ თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, შარშან გავაკეთეთ, თქვენც კარგად იცით ეს. და ამის შემდეგ, ეს მოძრაობა ჩემთვის იყო იმისთვის იყო, რომ ამ ხალხისთვის მიმოცა სტიმული, ბიძგი, რომ ისინი არსებობენ ქუთაისში დღესაც უამრავი ადამიანია, მხატვრები, მუსიკოსები, რა ვიცი, უამრავი ადამიანია, რომლებიც რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ მათი რეალიზება ვერ ხდება და მე ამ კუთხით მინდოდა დახმარება. ამის შემდეგ და შემდგომ შეიმუშავეთ უფრო დიდი გეგმა. ხო, დიდი გეგმის შემუშავებამდე ცოტა სხვა ის იყო. ქუთაისში 80-იან წლებში, 90-იან წლებში რო ვამბობ, საზოგადოებრივ წავიდა, ბევრი თქვა, იყო ასეთი მოძრაობა, ჯგუფი, მხატვრების ჯგუფი. ბევრმა შეიძლება უბრალოდ საუბრის ახსოვთ ეს, მაგრამ ახალგაზრდებმა არ იციან. განსაკუთრებით ბევრს ახსოვს ავთო ავალიანი, ბაჩუ მხატვარი ეს ადამიან პიროვნება სასაული, რა გითხრათ, მე პირადად ვიცნობდი და ვინც იცნობდა, რა ვიცი, წარმოუდგენელი ადამიანი იყო. თავი არა მარტო მხატვრობდი, პიროვნულადაც რა. და იყო მაშინ შექმნილი გარკვეული მეგობრები ჯგუფი ანდეგრაუნდში. იქ იყო როლანდი შალამბერიძე, მერაბი ამაღლობელი, ბადრი კოკაია, და ბევრი შეიძლება ყველა სახელი და არ ვერ დავასახელო. ჩემი მეგობრებიც, ჩემზე დიდი ხნით უფროსები არ არიან და მე ვცდილობდი რომ ამ ხალხთან გავსულიყავი კონტაქტზე, ავთო გარდაცვლილი არის უკვე როლანდი ვიცოდი რომ წასული იყო საზღვარგარეთ. გოჩა ლომსიანიძე ესპანეთში არის დღესაც იქ მოღვაწეობს, ვცდილობდი ამ ხალხთან გავსულიყავი კონტაქტზე, რომ მათ თავიანთი ნამუშევრები, ესენი არიან უკვე უდიდესი არტისტები რა, შეიძლება ვთქვათ და მათ გააკეთებიათ თავიანთი ნამუშევრების წარმოჩენა ქუთაისში, რომ შეხებაში მოსულიყვნენ ადამიანებს სტიმული მიცემოდათ რა შეიძლება მოყვეს, როცა შენ იცი რა გინდა საით მიდიხარ და ვითარდები და არ გადადიხარ ანდერგრაუნდი, მე გამოიწვია საბოლოოდ ქუთაისში და ბევრგან ის რომ გადავიდა არაყში და ნარკოტიკებში ძირითადად და ამის მიზეზიც რა გახდა? ხოჭა როგორ ფიქრობ? რეალიზება ვერ მოახდინეს. აი თქვათ გამოფენა ვერ გააკეთა, კონცერტი ვერ გააკეთა, თავის ნამუშევრის წარმოჩენა ვერ გააკეთა, ჩაიკეტა თავის თავში და გადავიდა შემდეგ ამ იმაში. თუ დააკვირდებით, შენც კარგად. ესაც ასოცირდება მაგალითად. ესაც ისია. ესაც ისია. ჩვენ შარშან ფესტივალი რო გავაკეთეთ, ხო გახსოვთ? დიახ, 3 დღის განმავლობაში. 3 დღის განმავლობაში და რა მდგომარეობა იყო, მუსიკას უფრო ნაკლები უსმენდა ხალხი, ვიდრე დასალევს ვამდა. იმათ მუსიკა, იმას კი არ ნიშნავს, რომ არ უყვართ, უბრალოდ გამოხატულება მიიღო, ამნაირი ფორმა რა. განვითარებისკენ არ მიდის. და ეს იყო ჩემი სურვილი, რომ დავკავშირებოდი ამ ხალხს, რომ მათ გააკეთებინათ რაიმე ქუთაისში და ვერ ვახე ამას სხვათა შორის დიდი ხანია დაახლოებით 20 წელია ვცდილობდი, რომ ამ ხალხთან კავშირზე გავსულიყავი და შემდეგ ჩემო მეგობრებმა მერაბი ამაღლობელმა დამაკავშირა როლანდ შალამბერიძესთან. გავიცანი როლანდი, ვისაუბროთ, უთხარი ჩემს შესახებ, თუ რას ვაკეთებდი, როგორ ვაკეთებდი, ახლა რას ვაპირებ, რა მინდა და თვითონ მან გამოთქვა სურვილი, რომ გაკეთებულიყო ქუთაისში ფესტივალი. ფესტივალი აპერგრაუნდი. აპერგრაუნდი არის მისი მიერ შემოტანილი ტერმინოლოგია ხელოვნებაში. ჯერ კიდევ 98
18 წელში სანქტ-პეტერბურგში ეს უდიდესი მოძრაობა იყო პუშკინსკაია 10 ერქვა ასეთი 99 წელში წავიდა სხვათა შორის როლანდი მის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა ეს ჯერ პეტერბურგში იყო იქ დიდი ანდეგრაუნდ მოძრაობა პუშკინსკაია 10 ცენტრი ცნობილი არის სოფლიოში იქ იყო შემდეგ ევროპაში გერმანია ავსტრია შემდეგ ამერიკაში იყო ამერიკაში სხვათა შორის მიცეს მოქალაქეობა როგორც განსაკუთრებული ხელოვანი ამ სტატუსით და არა როგორც დევნილიანი როგორც განსაკუთრებული ხო შემდეგ დაბრუნდა ისევ ევროპაში შემდეგ პეტერბურგში და 2 წელია რაც ჩამოვიდა თბილისში მიხილოთ პარალელურად ბატონ როლანდის ამსახველი ფოტომასალები და ასე შემდეგ ხო იქნება თუ არ გვინდა ცოტა შემდგომ ვიხილოთ როდესაც ვისაუბრებთ სიტი პარკის შესახებ ვისაუბრეთ ამას და აპერგრაუნდი არის რა ანუ ანდეგრაუნდის ზევით ამოტანა ანდეგრაუნდი არასდროს არ მოკვდება სული არსებობს მაგრამ ის რაც ზევით ამოდის და თავისუფლებს ანდეგრაუნდში სივრცეს ეს არის აპერგრაუნდი რა ანუ ჩვენ ამას დროში რო არ გაეწელოს პირდაპირ ამოყავს რა ასე რომ თქვა ანუ ფესტივალი სადაც იქნება თანამედროვე ხელოვნება ეს იქნება მხატვრობა მუსიკა თუ ნებისმიერ მიმართ პერფორმანსები და თვითონ როლანდი აკეთებს პერფორმანსს პირველი ფესტივალის ფარგლებში როცა გაკეთება ეს იქნება მუსიკა გამოფენა ვიდეო ინსტალაცია და ასეთი რაღაცეები და როცა დავიწყეთ ამ ფესტივალზე ლაპარაკი ეს დაახლოებით ჩვენ უბანა არტის მოძრაობასთან ახლოს იყო დავიწყეთ სად შეიძლება ჩატარებულიყო და ამ დროს უკვე წამოვიდა ჩემი იდეა დიდი ხნის ასევე და რაზედაც მინდა ვილაპარაკო სად უნდა გაკეთდეს ფესტივალი ხო ფესტივალი სხვათა შორის მინდა ერთი გულისწყეტი თქვა რა რომ უამრავი ფესტივალები ტარდება საქართველოში თბილისში ჯაზ ფესტივალი ბათუმის ჯაზ ფესტივალი ოპენი არის ჩოხატაურში გაკეთდა ბახმაროზე შარშან უამრავი ანუ ადამიანებს მე კი არ ვავალდებულებ იმის რომ ვინმე ვალშია ქუთაისის მიმართ ამ ტერიტორიის ამ ქალაქის მიმართ უბრალოდ ელემენტარულად ხო შეიძლება აი ოპენი არნა როგორ ნახა განვითარება ნაციონალების დროს მიიღენ დაახლოებით 5 წლიანი დაფინანსება საკმაოდ დიდი განვითარდა და შეძლეს მე უკვე გადასვლა დამოუკიდებლად ახლა დამოუკიდებლად ატარებენ ამაზე არის ლაპარაკი ხო შეიძლება ერთი ფესტივალი თქვა ჩატარდეს და დაახლოებით რამდენიმე წელი 3 წელი 5 თუ არა ფინანსდებოდეს რომელიც შემდეგ ნახავს თვით განვითარებას და ამ ფესტივალის იდეა ამაში არის რომ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდეს ქუთაისში აპერგრაუნდი სადაც იქნება წარმომადგენლები როგორც ადგილობრივი არტისტები ისე უცხოელები ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ძალიან ისეთ ჯგუფებთან საფრანგეთიდან ამერიკიდან იგივე პეტერბურგიდან რომლებიც მზად არიან დღესვე ჩამოვიდნენ და უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ფესტივალში ეს არის პირადი ურთიერთობებით რა თქმა უნდა იმიტომ რომ იცნობენ პიროვნებას როლანდის იცნობენ მის შემოქმედებას იცნობენ ის მუდმივად მონაწილეობს წელს ორ ფესტივალზე მიდის საფრანგეთში და იტალიაში თუ არ ვცდები და მაროკოში უდიდეს ფესტივალი ტარდება და მათ სურვილი აქვს ჩამოვიდნენ მაგრამ ეს სხვა თემა არის დავიწყოთ ახლა ადგილზე ლაპარაკი და მინდა უჩვენოთ კადრები აი ყველაფერი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ეს ხა ვისაც ძველებს ახსოვთ, იქ იყო აეროპორტის ტერიტორია და სხვა არაფერი არ იყო. შემდეგ კომუნისტების დროს გადაწყვიტეს, რომ აქ შეექმნათ პარკი შეექმნათ და სადაც იქნებოდა განთავსებული სტუდენტური ქალაქი და რაღაც სასწავლო კორპუსები, სხვათა შორის უკან იქ დღესაც ნანგრევები დაიწყეს. მაგრამ პარკის განვითარება კი არ მოხდა მონუმენტის დადგმა დიდების მემორიალის მხოლოდ და მხოლოდ რომელიცაც ხატულ ღირებულებაზე მე არ მაქვს უფლება ვილაპარაკო ის დავით ბერძენიშვილი უდიდესი ქართველი არტისტი იყო იმ პერიოდში მან რაც შექმნა და ეს აღიარება ამაზე არ მაქვს ლაპარაკი უბრალოდ დარჩა ჰაერში მონუმენტი რომელმაც განვითარება არ ნახა მე წინააღმდეგი ვიყავი თქვა ჩემი მაშინაც 93 წელს ვიყავი 19 წლის და პროტესტი მქონდა რამდენადაც ეს საბრძოლო დიდების და რაღაც იმასთან იყო დაკავშირებული თუმცა ბატონმა დავითმა შეძლო იმდენი რომ აქ უნიკალური ქართული სული ჩადოდა ძალიან ეს არის უკვე შემდეგ ამ მემორიალის ძარცვა 90-იან წლებში 90-იან წლებში ნიღბების კლუბიდან ლაშას აქვს გაბუნია სამის კადრები ჩვენ ხშირად დავდიოდით იქ აქციებსაც ვაწყობდით და უყურებდით ეს როგორ იშლებოდა ეს მემორიალი ხაროდათ ბატონო არ ხაროდა თვითონ ეს ხელოვნების ნიმუში იყო და ხელოვნების ნიმუში რომელიც შემდგომ ხედავთ კიდეც კადრში შემდეგ მოვიდა ხელისუფლება რომელმაც განაცხადა რომ ქუთაისში უნდა გადავიტანო პარლამენტი და დაანგრია ეს ტერიტორია. ახლა იქ კადრებში მე ვიდეო კადრებიც აქვს
სადაც ჩანს პირდაპირ მიხეილ სააკაშვილი, როცა პარლამენტის მშენებლობა მიმდინარეობს, როგორ ამბობს, რომ აი უკან ხედავთ, აი ჩანს შენობები. გააჩერეთ კადრები, გააჩერეთ. ძალიან ბატონო არჩილ. ესე იგი, პირდაპირა სიტყვები და მარტო სიტყვები კი უბრალოდ მე ეს კადრი ვნახტო, რომ უამრავი მასალა იყო, სადაც ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის ირგვლივ გადაკეთდებოდა უნიკალური პარკი. ამ ტერიტორიას რო უყურებთ. ვიხილავთ ის ვიდეო მასალად, სადაც დაპირებები იქ დიდი არის ამოღება უნდა ახლა. კარგით, მაშინ ვიხილავთ ხოლმე ფოტო მასალა შემთხვევაში. და ეს ტერიტორია არის დაახლოებით 150 ჰექტარი მთლიანად. მაგრამ აი შედეგი უნდა ყოფილიყო დაახლოებით ასეთი როგორც არის ახლა ხო? აი პარკი ეს წინა ხედი თუ არა, უკანა შემდეგ არის იქ კადრებიც არის, ფოტო მაქვს ერთი 2008 წელი არის თუ არ ვიცი ქუთაისის მერიამ ტერიტორია გადაცა ეკონომიკის სამინისტროს რომ აქ უნდა გაშენებულიყო მინი ქალაქი. აი თუ გადავყვებით ფოტოებს ახლა იქ გამოჩნდება და პროექტიც გამოჩნდა. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე დაპირება. არა, დარჩა, ხო შეიძლება ვიღაცის ინტერესები იყო, კერძო ინვესტორების ინტერესები იყო, მაგრამ არ განხორციელდა და დარჩა. ესე იგი ახლა ეს ამ მშენებლობის კადრები, ხო? ამის შემდეგ ახლა დავაკვირდეთ ამ ტერიტორიის გვერდით აშენდა მთავრობის სახლი. პარლამენტი დაჯდა 350 მილიონი, ხო? ეს მონაცემები ბევრჯერ გაჟღერდა. მის გვერდით არის მთავრობის სახლი, რომელიც მშენებლობა დაჯდა 80 მილიონი და ერთი დღეც არ უფუნქციონირებია ამ შენობას. დარჩა აშენებული რამდენი წელია, უკვე ალბათ უკვე 8 წელია ასე დგას. მის გვერდით იყო ის მოსავლე ახალგაზრდობის სასახლე, რომელიც დაინგრა, გადაკეთა იუსტიციის სახლად, იქ ტოლვილები არიან, სამხატვრო სტუდია იყო, ხოლო დარჩენილი, ხოლო კონტროლის პალატა გადმოვიდა ძირითად შენობაში, რომელიც დაჯდა 20 მილიონი. ანუ მთელს ამ ტერიტორიაზე დაიხარჯა დაახლოებით 450 მილიონი ლარი. ფაქტურად ამაოდ ხო შეგვიძლია ხო შეიძლება ვთქვათ, რომ ტყუილა ყველაფერი არის უფუნქციო, ტერიტორიაც მომსვარი და თუ გადავხედავთ, ახლა იქ ბავშვები ბანაობდნენ, ერთი ხეირი ეს კონდა და ძროხები ბალახობდნენ, ეს იყო ამაზე ეცინებოდა ხალხს, მაგრამ ეს არაფერი არაა, ისი მოთხოვნილებაცა, შედეგიც იგი მივიღეთ. ყველაფრის თუ არ არსებობს საზოგადოების, ანუ საზოგადოების მოთხოვნილება არ იყო. იყო ძროხების მოთხოვნილება და ჩანს, აგერ ბალახობენ ჩვეულებრივად. ანუ არ ვიცით საზოგადოებამ რა გვინდა ბატონო ხუჩა? ანუ საზოგადოება ეს რა არის? იცი საზოგადოება ზუსტად ამიტომ თელ ამ თემაზე ვიტო ვლაპარაკობ. საზოგადოება, აი ჭორაობის ინსტიტუტზეც ვთქვი, თუ არ განვითარდა საზოგადოება და ეს საზოგადოება არის მასა და არ ხდება რომ ყოველთვის მოგვატყუებენ, ხო ბატონო ხუჩა და ყოველთვის მოგვატყუებენ. ხელოვნების დანიშნულება ერთ-ერთი რა არის, რომ ის გაძლევს ბიძგს ადამიანებს. როცა კითხულობ, როცა ხედავ მე ხელოვნებას ორ კატეგორიად ყოფ, ერთი რომელიც პრობლემაზე იგება და მეორე რომელიც განვითარებას გეუბნება, რა იქნება. აი მაგალითად იგივე თქვათ მუსიკალურად რო შევხედოთ, ხო, აუთსაიდერის პროტესტი, მაშინდელი წინააღმდეგობებზე იყო, ხო? იგივე ნამუშევრები მხატვრობაში, ლიაუკლებას ნამუშევრები, უამრავი საქართველოში, ხო, რაღაც პრობლემაზე იყო და ამას საზოგადოებას მიუთითებს. მოყვება ამას პროტესტი საზოგადოებას როგორ გაბედა. მაგრამ იმსხვრევა მათი ნაწილობრივ მაინც. ნაწილობრივ მაინც, რაც ხელოვნება და კულტურა რაც სწრაფად ვითარდება და რაც მოქმედი და ცოცხლად და განვითარებადია, საზოგადოებაც მით უფრო ვითარდება. საზოგადოებასაც მოთხოვნილება მით უფრო ექნება. საზოგადოებას, რომელსაც დღეს ინდურის სერიალებით სიტყვაზე ცუდი კი არა, რაკნას იმ ადამიანმა საჭმელი წავიდა, იმუშავა, მოვიდა, დაჯდა ჩართო ტელევიზორი და ერთობა, ხო? დააგვირდით გალერეა, ორი გალერეა გვაქვს და არც ერთი გამოფენაზე მხატვრების გარდა არავინ არ მიდის. ეს არაა მარტო ის უბან არტის საფუძველი, ჩემი ჩაკრის უბნებში მისვლას. ერთ-ერთი საფუძველი მაგი იყო, რომ იმ ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ის ადამიანები, ვინ შენ გვერდში არის და შენ გონია, რომ ეს ლოტია, შეხედე. ბატონო ხუჩა, თავად თუნდაც ადგილობრივების ალბათ პრობლემაც მდგომარეობს, როდესაც ცენტრალური კონცერტიც იმართება, მხოლოდ ქალაქის ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ ნაწილს ვირჩევთ და არ ხდება ანუ უბნებში არის გადასული. ადამიანებს ელემენტარულად განძრევა ეზარებათ. ურჩევნიათ იყო ჩაკეტილი, ჩაცუცკული იმ უბანში. აი თბილისი ქუთაისს ეცინის, ქუთაისი სიტყვაზე ტყიბულს ამ ხონს ეცინის, ხონი არ გაქვს დროს უბრალოდ. თბილისი საზოგადოება რო გადის თვითონ ხდებიან სასაცილოები. იმიტომ რომ თვითონ მასა ქვეყანა არ იძვრის, არ ვითარდება. ამ განვითარებას აძლევს ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ეს ცალკე თემაა, მე დღეს მაგაზე სასაუბროთ, არა? და ყველაზე დიდ სტიმულს აძლევს, ბიზნესს აძლევს
ხელოვნება, აზრის გამოხატვის, საკუთარი თავისუფლების გამოხატულება. იმიტომ რომ შენი შემოქმედებით უჩვენებ ამას და ადამიანი კონკრეტულად მიქავს. თუმცა არის კიდევ ვეუბნებთ კატეგორია ხელოვნება, რომელიც წინ მიდის. აი ელემენტარული მაგალითად რო ვთქვა ჟიულ ვერნი, რომელიც წლების წინ ამასთველა რა მოხდებოდა. ასევე არის იგივე მუსიკაში underground-ი, მაგიტო არსებობს. ეს არის წინსწრება. წინსწრება, underground-ი არის წინსწრება რაღაც მოვლენების და ჩვენ მიტო გვინდა ამ ფესტივალის გაკეთება, რომ underground-ი ამოვიყვანოთ ეგრევე პირდაპირ შეიძლება ეს ადამიანებისთვის, ამას შეიძლება ლანძღვაგინებაც მოყოს საზოგადოებისთვის, მაგრამ შეუძლია აი ერეკლე დეისაძის მაგალითი იქნება. თუნდაც, მაგრამ დაწონებული ვარ გავაწლები და ერეკლე დეისაძე ისეთ გასულია უკვე აღიარებულია დადიან და პატივსცემენ. ქართულ კულტურას ჩვეულებრივი მიღებული არის ადამიანების. თუმცა რა რთული გზა განულა ვიდრე. ხო, მაგრამ და კარგი იყო, ეს იყო უდიდესი ფოტოშოპი. ხო, დააკვირდით. მე ქუთაისზე არ ამაქვს ხალხო ქუთაისლებზე. ლაპარაკი. ამ ადგილსა აქვს თვითონ აურა. მე ჩემთვის ხანდახან ხუბრობით ვამბობ, საქართველოს გენეტიკური კოდი დევს ქუთაისში და ეს გენეტიკური კოდის კონკრეტული ადგილი არის აი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ახლა დავაკვირდეთ, იქ ახალი სურათები არის და ვიდეო კადრები. რა მდგომარეობა იქ? ეს შენობა ხო ააშენეს, მემორიალი ხო დაანგრიეს. მთელი ეს ნაგავი, მემორიალის ნანგრევი, მშენებლობის ყველაფერი იქვე პარლამენტის გვერდზევე, რა პარლამენტი როგორც განაპირობებდა სწორედ იმას, რომ ცოტათი ეზარებოდათ ხოლმე ჩვენს პარლამენტარებს ქუთაისში ყოფნა მუშაობა და ამიტომ წაგვართვეს პარლამენტი, რომ ესეთი სიტუაცია იყო, როგორ ფიქრობ? მაგ ტერიტორია არა, იმათ საერთოდ მოძრაობა ეზარებოდათ ერთი პოლიტიკური კუთხით ერთს ვიტყვი რა, როცა გადაწყდა პარლამენტის გაკეთება და გამოიყოთ რაღაც სახსრები დეპუტატებს დაუმატეს სასტუმროებისთვის, მე ვამოდი თუ გადმოვიდნენ, მაშინ ქუთაისის მიმდებარედ უამრავი სოფლებია მაღლაკი, ქვიტირი, მუხიანი, ფარცხანაყანები, აი იქ არის ოჯახები, სადაც შეიძლება მათ ღამე გაათიონ, გადაუხადონ იმ ოჯახებს და იცხოვრონ იქ, რომ უფრო რეალურად შეხედონ. ადამიანების პრობლემები, ხო, საზოგადოების პრობლემას, მათ გასაჭირს, მათ სიხარულს, მათ დამოკიდებულებას. ადამიანები, ესე იგი, კასტა იქნება, ანუ პოლიტიკაში ერთი და იგივე 100 კაცი მოძრაობს ყველა მთავრობაში რა. და იმოძრავე პრობლემა არ მაქვს. ის რობოტები ჩაანაცვლებენ, ხო, ბოლო-ბოლო მაგათ ადრე თუ გვიან. ხოთა შორის ძალიან კონკურენტუნარიანები არიან დღეს. ჩაანაცვლებენ, ხო, ისინი, მაგრამ რომ ისინი ღირებულს არაფერს არ ქმნიან ეკონომიკურ განვითარებაზე. არაფერს არ აკეთებენ რაღაც შეზღუდვებს, ხან დააწესებენ, ხან მოხსნიან ესაა სულ. ხო, მათი, ნუ გავანებოთ ამას თავი. ანუ ეს ტერიტორია თუ შეიძლება კადრები ვიჩვენებთ, მინდა იქ ახალი ნიუ ფოტო და ნიუ ვიდეო ჩართოთ, ფოტოს გავანებოთ თავი. აი დააკვირდით ეს ტერიტორია ქვევით რაც ჩანს, ეს არის დააკვირდით ნაგავის ტერიტორია, აი ვიდეოთი გამოჩნდება ახლა კარგად. ეს არის 20 ჰექტარი მიწა უკავია ნაგავს. მან წამოსული არის ველურად რაღაცეები და ამ მას თავი გაანებენ ნაგავს. იქ არის უზარმაზარი ჭები, 5-6 მეტრიანი ჭები. აქ ხშირად ბავშვები გადადიან სათამაშოდ. ეკოლოგიურ კატასტროფას თავი რო გავანებოთ, აქ შეიძლება სხერფლი მოყვეს ამ ტერიტორიას. დააკვირდით. ეს ყველაფერი არის ნაგავი. აი ხედავ თავრობის სახლი, სადაცაა. ეს ყველაფერი არის 20 ჰექტარი მიწა. ხოლო იმის იქეთ არის 40 სულ არის 74 ჰექტარი მიწა. მე იმას ბატონო ხუჩი, ადგილობრივი ხელისუფლება თუ ფლობს ესე დეტალურად რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც თქვენ. არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ტერიტორია მთლიანად ეკუთვნის ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივ ხელისუფლებას, მასთან შეხება არ აქვს. რომ გქონდეს ადგილობრივი დღევანდელი კანონმდებლობის პირობებში, თვითმმართველობის პირობებში ჩვენ ხელისუფლება, ადგილობრივ ხელისუფლებას აქ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ერთადერთი შეუძლია ხელისუფლებას თუ უნდა ქუთაისისთვის ადგილობრივის გაკეთება, იქ რაღაც ერთი წერტილი, რაღაც კონტეინერი დადგან და ერთ განათება მიიტანო, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ მომავალში იქ აქტივობების გაკეთებას და პირდაპირ ჩართვები გვექნება მუდმივი. ესე იგი, მე რამდენადაც ვიცი, როცა ამ პროექტზე მე დავიწყე ჩემი გზებით გაკითხვა რა ხდება, ყველა მითხრეს, რომ ინტერესები არ ჩანს, არ იკვეთება ვინმეს კერძო ინტერესები, რომ თქვა იქ ქალაქის ან სახლის აშენება უნდოდეს და ამიტომ რეალურად შესაძლებელი არის. ანუ განსაკუთრებული ინტერესები არ ჩდება. ჯერჯერობით. ხო, ახლა რომ გააჟღეროთ იდეა, აიტაცონ და სხვა. მე პირველად გითხრა, რომ ამ იდეაზე დავილაპარაკებ შენთან. მე მომზადებული გვაქვს უკვე დამთავრების პროცესში არის პროექტი და ამას მივაწოდებ ყველა საქართველოს მთავრობასაც, პარლამენტსაც ყველას და ჩვენი გზა გვაქვს. მე ამას 1 წელი მომდებით 2, 3, 4, 5 არა დანებებას არ აპირებ. დანებებას არ ვაპირებ რა, იმის ჩემი არსებობისთვის ბრძოლა კი არა. უბრალოდ არ არის რთული.
და რაში გამოიხატება მისი სიოლე. ტერიტორია არის თვითონ პარკის ამ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ფესტივალის ჩატარება. მაგრამ ფესტივალი რომ ჩატარდეს, აქ გვინდა ხელოვნების პარკის შექმნა. რაც გულისხმობს თუ გეტყვით. ხო, ანუ არსებობს უამრავი ეროვნული პარკები, სხვადასხვა პარკები საქართველოში და ხელოვნების ჩვენ გვინდა ხელოვნების პარკი. ხელოვნების პარკი იქნება დღეიდან და ხვალ, ანუ იქ არ იქნება რაიმე ძველი. ყველაფერი რაც შეიქმნება, იქნება დღეს და ხვალ რაც შეიქმნება, სულ ახალი, განვითარებადი. ძველი იქნება ერთადერთი მუზეუმი, ერთადერთი სადაც ხმის მუზეუმი, რომელიც არის უნიკალური და მსოფლიოში არ არსებობს. ამის კონცეფცია დამუშავებულია იგივე როლანდის მიერ და ვიცით როგორი უნდა იყოს. იქ შეიქმნება რა არის საჭირო? ტერიტორიის გამოყოფა, რომელსაც უბრალოდ გადაწყვეტილების მიღება და არაფერი სახსრები არ უნდა, განაშენიანების გეგმის გაკეთება, რომელსაც თანხები უნდა და ეს არ არის განსაკუთრებულ თანხებთან დაკავშირებული, რომ აი თუ ავიღებთ, რომ 700 მილიონია წელს რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი და აგერ ქუთაისში რამდენიმე პროექტი კეთდება კიდევ. ხო, ეს არ არის განსაკუთრებული, თქვათ ავიღოთ 2 მილიონი, თქვათ სახელმწიფოსთვის, ამისთვის განაშენიანებისთვის. შემდეგ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ინფრასტრუქტურა, როცა ვლაპარაკობთ, მოწესრიგება წყალი, დენი, რაღაც ასეთ რაღაცები, ეს უნდა იყოს ეკოლოგიურად თანამედროვე მეცნიერების მიღწევებით გაკეთებული ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ყველაფერი რაც იქნება გამოყენებული. როცა განაშენიანების გეგმა დამტკიცდება და ვითხოვთ ერთს კიდევ სახელმწიფოდან, რომ შეიქმნას უბრალოდ კონსტრუქცია 600 კვადრატის საკონცერტო რა ასე რომ ვთქვათ, სადაც ფესტივალი დაიწყებს ფუნქციონირებას. შემდეგ იწყება უკვე მისი განვითარება. ყოველი ადგილი ეს იქნება საგამოფენო დარბაზები, საკონცერტო დარბაზები, სტუდიები, ჩამწერი, სახელოვნური აი უამრავი 61 სივრცეში ფაქტიურად ხო? ქალაქი, მინი ქალაქი, ხელოვნების ქალაქი, ხელოვნების პარკი, ხელოვნების ქალაქი. მე მგონი იმსახურებს ეს ქალაქი, ხო, მე მგონი იმსახურებს და რამხელა ბიძგს მიცემს ყველას. აქ სახელმწიფო ინტერესები, აქ კერძო ინტერესები წამოიწევს, რომლებიც თვითონ გააკეთებენ. ჩვენ გვაქვს მაგალითად ერთ-ერთ ფრანგულ მუზეუმთან, გალერეასთან, მოლაპარაკებაც, რომელიც მზად არის და ჩადოს ფული და გააკეთოს გალერეა. იგივე თქვათ დააკვირდით ლაპარაკი არის განათლებაზე, პროფესიულ განათლებაზე, ხო, უამრავი. ჯერ ამდენი წელია პროფესიულ განათლებაზე მიდის საუბარი და შეიქმნა რამდენიმე ბევრი ორგანიზაცია. ქუთაისში ორადორი არის და ისიც მხოლოდ სამშენებლო მიმართულებით. არავით არის სახელოვნებო, არავით არის ტურიზმის, არავით არის რამე ასეთი არ შექმნილა. ანუ ეს ფულები ბიუჯეტში ისედაც არსებობს. სიტყვაზე ვამბობ, აქ რო შეიქმნება, თავარი რა უნდა გაკეთდეს, იცი, უნდა მოხდეს ადამიანების გადამზადება. სახელმწიფომ დააფინანსოს, თქვათ 20 კაციანი ჯგუფი პროდიუსერების, იმპრესარიოების, რომლებიც ნახავენ თანამედროვე ტექნოლოგიებს სოფლიო ბაზარზე პროდუქტის გატანის. ჩვენი ხელოვნების. რატო არის არ ვითარდებაო, რო ვამბობთ, ხო, ვინც ვერ შეძლო წასვლა, ყველა არახში და ნარკოტიკებში ჩარჩა, ხო? შენ შეფუტა ის ხალხი ისწავლიან, შეამებიან, ქსელები არსებობს, ამის თავისი ის აქვს, უამრავი რაღაც აქვს, რომლებიც მიიღებენ განათლებას, შენ აქ გააკეთებ უკვე პროფესიული ცენტრს, სადაც ეს ხალხი უკვე სხვებს ასწავლიან. ასევე შეიქმნება იგივე აპარატურასთან მოხმარების ხმის ჩამწერის სტუდიოები, რომელიც საქართველოშიც კი ქუთაისში თავი გოგა ჟორჟოლაძე რო არა, ალბათ იმ 90-იანი წლების არაფერი არ დარჩებოდა საერთოდ. გოგას ძალისხმევიც არა, ჩაწერილი. არ შეცვლილა ფაქტიურად არაფერი. ხო, არ შეცვლილა არაფერი. ეს არის სასაცილო კი არა, კატასტროფაა, ხო? ამხელა ქვეყანაში, ამხელა ქალაქში, რომელმაც ასეთ რაღაცებს აკეთებდა, ასე რომ თქვა ცარიელი ხელებით ხდება. აი ცარიელი ხელებით დაიწყო ზეგ ანარეკმა ამბიჭებმა მოძრაობა და გაჩერდა, იმიტომ რომ განვითარება ვერ ხდება. იგივე სამხატვრო სტუდიები, საცხოვრებელი სტუდიები, უცხოელები უამრავი ჩამოვლენ, რომლებიც იცხოვრებენ და იმუშავებენ აქ. იგივე ის სტუდიოები თუ სასტუმროები, ასე რომ დავარქვათ, აი თქვა სიტყვაზე ერთი სასტუმროს ააშენებს შენ, მეორე სხვა, მესამე სხვა, ყველაფერი გახდება კერძო ინტერესის ქვეშ. სახელმწიფოს პირველ ეტაპზე დაჭირდება დახმარება, გამოყოს ტერიტორია, განაშენიანების გეგმა, სად რა უნდა განთავსდეს. ხო, ინფრასტრუქტურული პროგრამები და ხალხის გადამზადება. შემდეგ უკვე დაიწყებს თვით რეალიზებას. ფესტივალის ფარგლები, ფესტივალი უდიდესი რეკლამა იქნება პარკის ქუთაისში ჩამოსული ტურისტისთვის. კატასტროფა არის რა. აეროპორტი რომ არა, ქუთაისში საერთოდ ტურისტი არ იქნებოდა. მე ერთი წელი მუშაობდი ამ სფეროში და ყველას ვეკითხებოდი ქუთაისი რითია საინტერესო. თქვენთვის ხო საერთოდ ინფორმაცია არ ქონდათ. ნუ ეთყოდი ახლა ხო იქ იცოდნენ.
რა ქვია ბაგრატ გელათგორი ბაგრატ გელათი ტაძრებს თბილისში რომ ნახავთ მეტი ნახვა არ უნდათ არჩენი ისტორია არ აინტერესებდა მღვიმეები და ისინი ანუ ქუთაისი ვერ თავაზობს ტურისტს ვერაფერს თავის ისტორიასაც კი ქვეყანა ქალაქი რომელიც კიდევ ერთხელ არგონავტიკაში უამრავი სიმბოლოებია უამრავი გვერდია მიზღვნილი კოლხეთის სამეფოზე იმდენი სიმბოლოები და ერთი რამე ხალხი ხელა ახალს ქმნის ახალს იგონებს მითებს და ქმნის რომ ტურისტულად აი დუბაიში რეები ხდება და იქით არაბეთში სიტყვაზე ხო ჩვენ გვაქვს რომელიც შეიძლება განვავითაროთ და მაგრამ კიდევ ერთხელ ეს სხვა თემაა სხვა კუთხითაა მე ვამბობ აქ იქნება ყველაფერი დღეიდან და ხვალ ერთადერთი რაც შეიქმნება მუზეუმი პრინციპები ექნება მას თავისი მაგალითად დაიდგა რამდენიმე ნამუშევარი თქვათ 30 ნამუშევარი შეიქმნა პირველ ეტაპზე ხო შექმნეს უცხოელებმა და ქართველებმაც რაღაც პერიოდი თქვათ 5-10 წლის შემდეგ ეს ყველაფერი გადადის ღია მუზეუმში ღია ცისქვეში ანუ იცვლის ადგილს გადადის იქნება თანამედროვე მუზეუმი ახალი მუზეუმი და არა ძველი რამეებით ხოლო მათ ადგილს იკავებს ახალი ნამუშევრები ახალი არტეფაქტები ამ მუზეუმიდან უკვე როცა გადადის მუზეუმში შემდეგ ხდება მისი გაყიდვის საშუალება ну არტისტთან ურთიერთობაში რა თქმა უნდა შეუძლია ქალაქებმა შეიძინონ წაიღონ დადგან სხვა ადგილებში შეუძლიათ ვინმე მკერძო პირმა იყიდოს ანუ მუზეუმი იქნება გარკვეულწილად ბაზრად რა ასე რო ვთქვა და ასე შემდეგ იგივე სტუდიები და რაღაცა საინტერესო აგათვე ტაძრის ნიშნულობაც ჯერჯერობით კონცეპტუალურად რაც არის ამ პარკში განთავსდება მონუმენტიდან არ გამოვდივართ რადგანაც პარლამენტის მემორიალი დაინგრა და პარლამენტი უფრო შენობაა ვიდრე მონუმენტი ჩვენ გვაქვს ასეთი კონცეფცია ტაძრის რომელიც იქნება ტოლერანტობის, მშვიდობის და სიმბოლო და პლანეტათა შორის ურთიერთობის. დღეს ჩვენს მეცნიერება საერთოდ მკვდარია საქართველოში და საგანმანათლებლო სივრცეს თავი გავანებოთ მეცნიერება და ხელოვნება ეს განუყრელი ნაწილი არის. ბევრი ინფორმაციები და კონკრეტულად დაინტერესებული თუ არა ადამიანები ინფორმაციას ვერ ღებულობენ თანამედროვე მიღწევებს და ურთიერთობებზე სამყაროში თუმცა ყავს უდიდესი მეცნიერები როგორიცაა გიადვალი და აუცილებლად მოგვიწევს მასთან კონტაქტი ეს იქნება პლანეტათა შორის ურთიერთობა რომელიც ყველას ეცინება ანუ სამყაროთა შორის ადამიანის აზროვნება და თვითონ ადამიანი ამოუწურავია ჩემი აზრით ადამიანი თელი ცხოვრება გადის თავისკენ გზას თუ ამას ნახულობ შენ დროზე ხო კარგი თუ არა და გადი ყოველთვის ყველა ნაბიჯი უნდა იყოს შენი თავის რეალიზაცია შენი თავის სამყაროში ნაწილად აღქმის და ეს ძალიან მშვიდს და წყნარს ხდის გარემოს და უფრო ხელოვნური ეს გარემო რომელიც ესე ქაოტურია ხა სამყაროდ და ეს იქნება ამის სიმბოლო ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგია გამოყენებული იქნება საბრძოლო იარაღები აქ გვაქვს ისე მოლაპარაკება უკრაინელ მეგობრები ყავს ალბათ თურქეთიც შეიძლება აზერბაიჯანიც და სხვა რომლებიც ძველ ჩამოწერილი იარაღს მოგწევენ და აი იქ სადაც ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვთ რომ პირველი 500 კვადრატის შენობა გაგვიკეთეს უბრალო კონსტრუქცია ის კონსტრუქცია მოექცება ამ ტაძრის ქვეშ და იქნება ამ საკულტო ნაგებობას ექნება რამდენიმე შესასვლელი პირობითად 5 სადაც კარები როგორც შესასვლელი გამოხატული იქნება რელიგიური ნიშნებით სხვადასხვა მიმდინარეობით და ამ კარებიდან რომელი კარებიდანაც არ უნდა შეხვდე ხვდები ერთიან სივრცეში და შემდეგ გადადიხარ უკვე საგამოფენო თუ სხვა სივრცეში კონცეპტუალურად ასეთი იქნება არქიტექტურულად მუშაობენ ამას ქუთაისში თვითონ როლანდის იდეა არის არქიტექტორი ჩვენი მეგობარი გია ხურციძეა რომელიც მას დაამუშავებს ცოტა ხანში შემპირდნენ რომ იქნება რაღაც ისინი მზად და მე უფრო აღსაქმნელად კარგი იქნება ანუ რო დავაკვირდეთ ხო სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დიდი ნაბიჯი არაა თუ შევხედავთ რომ აი მაგალითად კახი კალაძე გამოვიდა 2 თვის წინ და დიღმის ჭალების პარკს ვაკეთებ დიღმის ჭალების რაში და დაიხარჯება 40 მილიონიო ესე გაგიჟდები რა კარგია მივესალმები ყველგან უნდა გაკეთეს რაც ჯერ ერთი არა მარტო ეკოლოგიურად სადაც ცხოვრობთ ერთ-ერთ იმაზეა ეკოლოგიურად საქართველოს ხო ქალაქი მიიღებს ფილტვებს ასე რომ ვთქვათ ხო ამ ადგილზე და აი ის თანხა რაზედაცაა იქ ლაპარაკი ანუ 40 მილიონზე ისე იძახიან და არის ხო საერთოდ იმას უშუალოდ კაპიკები იქნება არ ჭირდება არანაირად არ ჭირდება ამის მოსაწესრიგებლად ამ ტერიტორიის დღეს რომელიც არის მხოლოდ საბალახო და ჩვენ სხვათა შორის უფრო დიდ პრობლემას არა ხელისუფლებიდან ველოდებით არამედ მოსახლეობიდან იქ დიდი დასახლებაა რომელიც ამას იყედებს წყემსეები
და რომლებიც შეიძლება საარსებო წყარო და ჩვენ სერიოზულად მოდით ძალიან მოკლედ ბატონი როლანდის შესახებაც გვიამბეთ იქიდან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ ამ თემას თქვენი სურვილის შემთხვევაში ხშირად დაუბრუნდებით და მიმდინარეობას მიმოვიხილათ მაგრამ სამწუხაროდ დროის დეფიციტს განვიცდით ერთ ვიტყვი კიდევ და თავარი რაც უნდა მიიღოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ აქ ეს ტერიტორია უნდა გამოაცხადოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადასახადები იყოს ამოღებული რომ რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს და ინტერესები ინვესტორების გახდეს მალე ისევე როგორც აგერ ავტოქარხანაში და ბევრგანაა თავისუფალი ეკონომიკური ზონები შეიქმნა სამკუთხედი თავისუფალი ეკონომიკური ზონა. გეუბნებით ეს დაახლოებით 5 წელიწადში წარმოუდგენელ შედეგს მივიღეთ. მე ვიტყვი რომ ამას სულ მუდმივად 1 წელი დაჭირდება თუ 2 თქო. რაც მალე დაგვიდგება გვერდში ხელისუფლება შედეგი უფრო მალე იქნება ხო? დროში. კი ბატონო. როლანდ შალამბერიძეს მე კონკრეტულად შევიდეთ როლანდ არტი არის იქ საქაღალდე ეს ხო ეს მისი პერფორმანსებია გამოფენებიდან და სამოვაწევს ბატონი როლანდი ახლა უკვე საქართველოში არის 2 წელია საქართველოში არის ცნობილი მსოფლიოში აღიარებული არტისტი არის პერფორმანსისტი თან არა მარტო მხატვრობით იქ მუსიკა არის ექსპერიმენტული მუსიკა ძალიან საინტერესო რომელიც საერთოდ შეიძლება ბევრი ჩვენთაგანისთვის ჩვენი ყურისთვის უცხო იყოს ძალიან საინტერესო არის აი ეს არის მისი ერთი დისკი აუდიო დისკი ასეთნაირად გაფორმებული რეალურად საკოლექციოთაა 5 წელი არის თუ არ ვცდები დამზადებული ხო და ჩვენ რომ ახლა მე კონკრეტულად როლანდიზე ვსაუბრობ მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე რა იქ ამ მოძრაობაზე 80-იან წლებში როცა ჩაეყარა საფუძველი იქ იყო გაბარიაძე გარდაცვლილი ბევრი გარდაცვლილი არის სამწუხაროდ და როცა ვფიქრობდი და ვერ უკავშირდებოდი ამათ მინდოდა რომ ჩამომევლო ფოტოაპარატით მათ ოჯახებში გადამეღო სურათები და ისე მაინც მეჩვენები და ხალხისთვის დამედო სოციალური ქსელებით რომ ეჩვენათ მათი ნამუშევრები ეს უნიკალური რაღაცეები ანუ ჩვენ გქონდა შეხება ხო იმ წლებში კომუნისტების პერიოდში გამოფენაზე ნახულობდით ჩვენი ჯავაჭეიშვილის კაპანაძის ასე შემდეგ ნამუშევრებს მაგრამ იყო ადამიანები რომელთა ნამუშევრები საერთოდ არ გამოფენილა და ძალიან საინტერესო არის მე შედარებებს არასდროს არ ვაკეთებ და არაფერს არ ვაფასებ უბრალოდ ეს იყო უფრო იდეურად რაღაც ნამუშევრები რომელთაც არ აძლევ ავთო ავალიანი საერთოდ უმუშევრობაზე ყავდათ ყველაფერი მოუხერხეთ დაჭერილი 2 წელი მიცეს და ნუ მაგის სხვა თემებია ეს პერფორმანსი არის მისი პუშკინსკაია ათში ეს მისი ერთ-ერთი მუსიკალური ის და არა მარტო როლანდიზე თუ გაკეთება აი არავინ არ ინტერესდება რა ამით იგივე თქვა ჟურნალისტებიც რა რომ ამ ადამიანების ცხოვრება შეისწავლონ ეს ხო ისტორიაა და ეს უნდა იყოს სამწუხაროდ პოლიტიზირებულია საზოგადოება ასე რომ პოლიტიზირება იქნება იმიტომ რომ ყველა მიჯაჭვულია ტელევიზიას და ტელევიზია აკეთებს ამის პოლიტიზირებას ესაა ყველაფრის თავი და თავი. საერთოდ არ არსებობს ხელოვნება ადამიანს რო უთხრა რამე შეიძლება გაეცინა. ეცინებად კიდევაც მე რო დავდივარ ვაკეთებ ნეტავი შენ საქმე გავონლებული სულ იდეები როგორ მაწუხებს კაცო 90-იან წლებში თუ რამე კეთდებოდა ვაკეთებდი. აი კითხეთ იმ ხალხს ხო ჩვენ საერთო მეგობრებს რას ვაკეთებდი მის შემდეგაც რაღაც წვეთა იყო ვაკეთებ მუდმივად არ ჩერდე მოგცათ ხო ახალმა ბენდმა ახალი ინსპირაციის მომცა და ვაკეთებ ხო არ უნდა გაჩერდე ხო მივხვდი რომ არ უნდა გაჩერდე თუმცა ბატონო ხოიცა ძალიან საგანგაშოა ის ფაქტიც რომ საზოგადოებაში ირგვლივ არსებობენ ადამიანები როცა საუბრობ ფესტივალზე როცა საუბრობ კონცერტზე როცა საუბრობ პანკზე როკზე ყოველთვის აქვს დამოკიდებულება რა დროს მუსიკა რა დროს ხელოვნება როდესაც იქცევა ქვეყანა აი ეს დამოკიდებულება და როცა შეება ხელოვნება სავიზიტო ბარათიც მე შემიძლია პოლიტიკაზე მოვიდე ალკე გადაცემაში და ვილაპარაკო ყველაფერ ამაზე რა და როგორ. თუმცა ეს ყველაფერი კიდე ხო სხვა თემა არ გვინდა ამაზე საუბარი ახლა. არ გვინდა იმიტომ რომ ვარიდებ თავს. დიახ, ბატონო ხვიჩა, ხო საზოგადოებაც განაპირობებს ყველას რომ მსგავსი სურვილი გქონდეს, შედეგი საზოგადოებას ქმნის ტელევიზია. საზოგადოებას ქმნის ტელევიზია. იცით, აი ჩემი ცოლის დაკალებს უყურებ სერიალს? დიახ, შეგადაში როდესაც დრო მაქვს. აი იქ თემები ხანდახან იჭრება, თემები, რომელზეც საზოგადოება გარედან დაცინის ყველა ერთმანეთს და თვითონ აკეთებს. და მე ამ კუთხით
ჩემთვის ეს საინტერესოა ეს სერიალი. ანუ ადამიანს პირდაპირ ეუბნება, აჩვენებს მას, რასაც ისაკეთებს და ნუ ლანძღავ, ნუ ჭორავობს სხვაზე, შენ ხო, ამოიცნობს, თუმცა ამოიცნობს გავა სერიალი და გაიცინებს და გადავა და ქმედებაში არ დაელექება გონებაში ის ყოველია. კი, აი ამაზე არის ლაპარაკი, სხვაზე კი არაფერზე. დააკვირდით კინო 90-იან წლებში ხო შეუძლებელი გახდა ის ელდარ შენგელაიას და იოთარ იოსელიანს ჯგუფი რო ყავდა, მის შემდეგ წყვეტა მოხდა. რაღაც ისინი საზოგადოებრივ წავიდნენ, დიტო ცინცაძე, ტატო კი მოკვდა ჰოლანდიაში იყო უკვე კოტეტიშვილი და გია ბარაბაძე და ის იმ პერიოდში 90-იან ფილმების გადაღება შეუძლებელი იყო. შემდეგ პერიოდში იგივე ნაციონალების პერიოდში დააკვირდით, წამოვიდა ფილმების გადაღება დაიწყეს და ყველაფერი, იმიტომ ამბობ, იყო პრივილეგირებული. მე რო ყოფილიყავ, ქონოდა ფული და შენ ყოფილიყავი ჩემი ბიძაშვილი და მე მქონოდა სურვილი შენი ფილმი დამეფინანსებია, ვიღაცასა უნდა შემეთანხმებია, მარტო ბიძაშვილობა არ ყოფნა. ანუ ყველაფერი ხდებოდა ბიძაშვილობით და არა შემოქმედებით. მიხვდით? და ეს ტალღა არის ახლაც. ახლაც აი ქუთაისში რო თქვა მინდა ფესტივალი, დამიფინანსოთ, ვინმე სპონსორი მოძებნო, ყველა გეუბნება თბილისს, ყველა გეუბნება ბანკი იქნება, კომპანია იქნება, ყველა გეუბნება თბილისს. ქუთაისლებს კიდევ იმ გარემო არის ისეთი რომ დღეს რომ აქ ეგი კი მაქვს, მაგრამ ხვალ ვიღაცა მოვაწამართოს თუ არა, არის ქუთაისული ბრენდებიც. როგორ არა? საერთოდ არ არსებობს, იმიტომ რომ იმათ შეგნებაშიც არ არსებობს. ვიტო ვთქვი მე ილია ჭავჭავაძე, სად იქნებოდა წერილს ვინ დაბეჭდავდა იმ წიგნებს და ვინ ასწავლიდა, ხალხს რო არ ყოფილიყო სარაჯიშვილი. და მიტომ მინდა გავაკეთო აქცია, შეგზავიჭირებ ხარ? აუცილებლად ბატონო ხვიჩა. რო გავაკეთებთ ქუთაისში აქციას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც აქ ხელფასი 1000 ლარზე მეტი და ამ ხელფასს ხარჯავს რესტორანში მხოლოდ და მხოლოდ. ბატონო ხვიჩა, ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა, თქვენ ალბათ დარწმუნებულიც ხართ, რომ ნებისმიერი თქვენი იდეა აუცილებლად იქნება ჩვენს მიერ მხარდაჭერილი, ყოველთვის გიგულებთ თქვენს გვერდით და მე ვისურვებდი რომ აი ეს თქვენი სურვილი City Art Park-ი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, არ მხოლოდ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ეს ჩვენი სავიზიტო ბარათი იქნება. ტურისტი რო ჩამოვა იქ იცხოვრებს, იქ ყველაფერი იქნება უნიკალური. ქვის ბილდიკიდან, გზის მაჩვენებლებიდან, შენობები იქნება თანამედროვე, მოდერნისტული არქიტექტურის გადაწყვეტი, ყველაფერი იქნება უნიკალური. ანუ ეს უნდა და არა ეს იგი რამე განსაკუთრებული სიტყვა ადამიანებს მიეცის საშუალება რომ რაღაც შექმნან კარგი და ისინი მოვლენ აქ არა დიდ რაღაც განსაკუთრებულ თანხებზე შეიქმნება ეს და ის ტურისტიც რო ჩამოვა ქუთაისს რო ვლაპარაკობდით ქუთაისს რო შეხედავენ რომ არის ასეთი პარკი როცა ჩადიხარ საქართველოში ეს უნდა ნახო ის ქუთაისაც გაიგებს ისტორიასაც გაიგებს და სხვა რაღაცებსაც სხვა თვალით შეხედავს ანუ ყველაფერი იმას რაც რეალურად არის. მოდით დავალოდოთ მოვლენათა განვითარებას, ალბათ პირველი ეტაპები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენ უშუალოდ კონტაქტზე გასვლა შეუძლოთ ვუდგებით ამას, რომ პროექტი იყოს კარგად, რომ ადვილად აღქმადი და შესაბამისად ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის, როგორც რიგითი მოკვდავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ქალაქში იყოს სივრცე, სადაც მივიღებ სულიერ საზრდოს და ამისთვის არ დამჭირდება თითოეულ უქმეებზე წავიდე ბათუმში ან თბილისში დედაქალაქში იმისთვის რომ მოусმინო მუსიკას თუნდაც აუცილებლად ვეწვევით დედაქალაქს მაგრამ ჯერ ვიამაყოთ იმ ჩვენი შესაძლებლობები და რესურსით რომელიც ამ ქალაქს გააჩნია და იმ ადამიანების წყალობით როგორც თქვენ ბრძანდებით არ ნებდებით და შესაბამისად თუნდაც ცდილობთ ის მივიწყებული ადამიანები რომის არსებობის შესახებ არც იციან გავიგოთ ჩვენ უფრო მეტი და პატივიცეთ მათ შრომას, როდესაც ისინი ძალიან ბნელ წლებში შრომობდნენ და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ ამ შემთხვევაში ხელოვნების შემთხვევაში, ასე რომ დავაფასოთ ეს ადამიანები და ერთად იქნებ და შევძროთ აი ამ სივრცის შექმნა და თითოეულმა ჩვენთაგანმა მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ რაღაც კუთხით. დიდი მადლობა, მინდა გითხრათ თქვენს ტელევიზიას, რომელმაც დააგვინთმო ეთერით, მე გითხარით რომ აუცილებლად როცა გავაკეთებდი განცხადებას თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ერთადერთი ნათელი წერტილი ამ თვალსაზრისით ხშირად ამბობენ რეგიონებში უფროა, მაგრამ მე მთვლი რომ არის ქუთაისი და არის კონკრეტულად ეს ტელევიზია. ტელევიზიაში სიუჟეტის მოხვედრა ალბათ იცით რასთანაა დაკავშირებული. ჯობია რაღაც სკანდალებით და იმითი, ვიდრე რა. მე ახლა ეს პირველი ეტაპია. შემდეგ გადავალ ტელევიზიებსაც დაუკავშირდები, რომ დავიწყებ აქციებს და შენც გექნება ინფორმაცია რა რთულად იქნება, როცა ეს ადვილად შეიძლება გადაწყდეს. ყველაფერი. და იმედი მაქვს რომ თქვენც მაქსიმალურად დარწმუნებული ვარ ამაში. სხვათა შორის 90-იან წლებში ტელევიზიებიდან იყო ყველაფერი კიდე რაც ხდება ჩვენ პირდაპირ 94 წელში გვაქვს პირდაპირ ეთერი კონცერტი განაკეთებით ტელევიზია ივერიონი. იცით? პირდაპირ ეთერი. და არქივი მაქვს ნანახი და ვამაყობ რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ქუთაისში და ეს უნდა მოხდეს და უნდა გაგრძელდეს ქუთაისში. დიდი მადლობა ამიტომ თქვენ. თუ აკეთებთ ასეთ რაღაცებს და გვაძლევთ საშუალებას რომ გამოვხატოთ ჩვენი აზრი და ჩვენი
გადაცემის და ტელეკომპანია მეგეთივის პრიორიტეტი ჟანგბადია და პრიორიტეტია თითოეული ადამიანის ესე რომ ვთქვათ გულის თქმა და პრობლემების მოგვარება. იმედი ერთად გამოგვივა ეს ყოველივე. ხვიჩა ძალიან დიდი მადლობა წარმატებულ დღეს გისურვებთ და აუცილებლად ვადევნებთ თვალყურს შესაბამისად გელოდებით მომდევნო ეთერში და იმედი ანგარიშებით მოვა. ანგარიშებიც წარადგინოთ ყოველთვის კონკრეტულ დღეს ხო. ნახოთ როგორ წავა პროცესი. აუცილებლად კარგად უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ნამდვილად იმსახურებს ეს ქალაქი. დიდი მადლობა და დროებით დაგემშვიდობები. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემის სტუმარი გახდათ ბატონი ხვიჩა დოღონაძე. დაგიბრუნდებით კვლავაც ძალიან მალე რამოდენიმე წუთში უნდა დამელოდოთ დროებით.